არო სასტავი რა ვახართ. იმედია კარგად ხართ, იმედია ხოდზე ხართ და იმედია ჯანზე ხართ. მოკლედ, სადაც ჩვენ ამოვედით, ახლა აქ იმყოფება ატომური სადგური. იმედია არ დავზიანდებით, ხო? ბევრი გაფრთხილებებია, რომ ფრთხილად იყავი, იმიტომ რომ შეიძლება მოვტევო რა. გვაქვს პატარა მდინარესავით და გვაქვს დიდი ლეიკი, ტბა, ეგრეთ წოდებული, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ბინადრობს ბასი. ბასიანი. რის დაჭერა შევძლებთ, მეგობრებო? და შევძლებთ თუ არა საერთოდ დაჭერას, როგორც ხედავთ, ხალხი თევზაობს. რას იჭერს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ აშკარად ხალხი თევზაობს. მოდი ცოტა გვერდზე გავიდეთ, იქით ხარებს და დავიწყოთ თევზაობა. Так, მეგობრებო, რა ვიცით ამ ტბაზე? ვიცით ის, რომ ამ ტბაში არის ძალიან ბევრი ბასი. გადმოცემით ვიცით ისიც, რომ მოკლედ შეიძლება აქ იმხელა ბასი იყოს, რომ გადაადნო, პატარა ატომურის დააყენო. აი მეგობრებო, ჩემ წინ არიან ბასები. ვახ, რა კაი ზომებია, ბიჭო. ძალიან მაგარი ზომაა. უკვე კარგის ნიშანია ეს. ერთი ანკესით ვართ მეგობრებო წამოსული. რაც კარგია. ხო, და გვაქვს აი ესეთი ჭია წამოღებული. მატლი ბასი გიждდება ამაზე მეგობრებო. გავსტყოცნოთ, როგორც ხედავთ, ბევრი ბალახებია. და სიმართლე გითხრათ, არ მომწონს, აი აგერ არის, ჩემ წინ დაცურავს. ხედავთ რა მხელაა ის შო. მოკლედ, ნახოთ. სკუზა მოდო. ნახოთ. How you guys doing? Do you guys catch anything? We've been here for about 3 hours. No? I see a lot of fish here. What's up? I see a lot of fish here. Oh yeah, no, they're swimming. They're around. But Yeah. yeah, I would. All right, I'd wait till 6:30, 7 o'clock. I don't know. All right. We came a little too early. I think. Hey, Do- good luck. Man. Thank you, man. ხო, როგორც ხედავთ და გაიგეთ, კარგის ნიშანი არა. აქეთ რა მაგარი კუ დაცურავს, ნახე. ბარო, კუ. აქეთას ყველგან თევზი დაცურავს, მეგობრებო. ვაიმე დედა რა მხელა არის, ნახე. ვაიმე დედა. იმედია ხედავთ, მეგობრებო. აგერ არის ჩემ წინ ბასი. მოდი ბასონია. არა თუ არ იკარები ბასი? არა, აშკარად რაღაცა უნდა მოვიფიქროთ. თევზი არის ნაპირზე მოსული. დავიჭერთ უეჭველი, დღეს კაი დღეა. გული მიგზნობს. მოკლედ დავიჭერთ თევზს და შემოგიერთდებით. მეგობრებო, პირველი ჩარტყმა გქონდა, უბრალოდ არ მოედო თევზი. სამწუხაროდ. არა, დღეს კაი ხასიათზე ვარ, უეჭველი უნდა დავიჭიროთ. უეჭველი. ძალიან კაი ჩარტყმა იყო. აი ნახეთ რა უქნა. აი მეგობრებო, ნახეთ. ბაზარი არა. თევზი ხარ თუ დინოზავრი, ძმას მენაცვალა. კაი ჩარტყმა იყო ძალიან. ძალიან კაი ჩარტყმა. ფაქტიურად გამიფუჭა სატყუა რა. ნახევარი მოაჭამა. წარმოიდგინეთ რა იყო. არა უშვებს. ჯერ ახლახანს მოვედით, ასე რომ ალბათ რაც უფრო საღამოსკენ წავა, უფრო უკეთესი იქნება აქ თევზაობა, ვატყობ. ხო, ეს არ მომეწონა. არა და ეს სატყუარები ძვირი ღირს, მეგობრებო, $8 ღირს თუ $10. არა უშავს, თავარია თევზი დავიჭიროთ. ფაქტია, ეს სატყუარა გაფუჭდა. ფაქტია, რომ თევზი ნამდვილად არის და არის დიდი თევზი. ნახევარი საათი უკვე გასულია, მეგობრებო. უბრალოდ ნახევარი საათი გავიდა უკვე. არაფერი არ გვეკარება. მე მგონი ჯობია გადავინაცვლო წინ. მესმის ის ფაქტი, რომ ჯერ ადრია მაინც. მაგრამ ერთი ჩაკვრა გქონდა, მეტი არაფერი. ნახოთ ცოტა რომ მოსაღამოდება რა მოხდება. ჯერ ადრია, როგორც გითხარით, 5 საათი არ არის, ასე რომ დრო გვაქვს, ბევრი.
და იმედია დავიჭერთ. Am დროს მეგობრებო, თევზი, ბასი ძირითადად არის აი იმ ჭრდილში. როდესაც წყალი ცხელდება, ჭრდილში გადადის ბასი და თუ უყურებთ ვიდეოებს თევზაობაზე, აუცილებლად ნახავდით და მიხვდებოდით, რომ ძირითადად აი ესეთ ადგილებში, აი ბუჩქებთან იჭერენ ხოლმე ბასს. და ამასობაში კიდევ ერთი ჩამოვლა გვაქვს აგერ ბასის, მაგრამ არ გვეკარება. ჯერჯერობით ალბათ არ აქვს ჭამის დრო, მაგრამ ეგ არაფერი, ხოძზე რომ მოვლენ, მეც მზად დავხვდები. ხო, სამწუხაროდ მეგობრებო, იქით ამ მხარეს მისადგომი არ აქვს, მხოლოდ აი ამ მხარეს უნდა მიყვეთ. და რავი, ჩემი რამიდის ვივლი და იქნებ აი იქ არის კაი ადგილი, ჩემ წინ თუ ხედავთ, აი პირდაპირ. აი აქაც ბასი ამოხდა ახლა. ნახოთ. რა იქნება? გარემო სიმართლე რო გითხრათ, შვენიერია, უბრალოდ წყალი არ მომწონს, რომ ძალიან ბევრი ბალახებია. ეს კარგიც არის და ცუდიც, ჩემ შემთხვევაში ამ წუთას ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ყველაფერს ვედები. ხო, სატყუ არა, როგორც მიკეთია, ამას ქვია Texas Rigi. მთელი პრინციპი ის არის, რომ ბასმა ეს უნდა შეჭამოს, მედია ხედავთ, აი ეს უნდა შეჭამოს და როგორც კი პირში ჩაიდებს, აი აქ თუ ხედავთ, წვერი ამოვა და გამოედება, მაგრამ ეს უფრო ადვილი სანახავია, როდესაც თევზი ყავს. არ ვიცი, ჩემ არხზე რამდენად ნახავთ ამას. საჩაურ ტყავ ბიჯო. მოკლედ. ვიაროთ, ვისროლოთ და იმედია გაგვიმართლებს. იმედი საერთოდ ამბობენ ბოლოში ვტებაო თუ ბოლო ვტებაო თუ როგორც არის მოკლედ. აი ძმას ვენცონ უნდა იჭირა. ჩვენმა დაიჭირა თევზი, აი იქ მოძრაობს თევზი. ჭრილი გვაქვს და შეიძლება ეს აღმოჩნდეს ჩვენთვის ძალიან კარგი ადგილი. ისინი ჭიაზე თევზაობენ, მეგობრებო. ჭია არ გვაქვს ჩვენ და როგორც გქონდეს ეს ჭი თევზაობა უკვე განახეთ. და რა მგონია რამე საინტერესო იყოს იქ უკვე. უბრალოდ ბასის დაჭერა მინდა დღეს და ეს არის და ეს. შვენიერი ჭრილია და თუ თევზი სადმე გაჩერებას აპირებს, ვფიქრობ ეს არის ძალიან მაგარი ადგილი. როგორც ხედავთ. ნახოთ. აი ბუჩქებში დაუყვები ახლა და აი იქით ვისვრი. ნახოთ რა გამოვა. ასეთი პატარა ბასი მეგობრებო, პირველი დანაჭერი. აი ესეთ ჭია სატყუარაზე. შვენიერი გაუშვათ უკან. შვენიერი იყო. აი აქეთ გადმოვედი მეგობრებო, აი ესე უტარებდი ჩვეულებრივად და ამოღების დროს ამოყვა. მაგრამ ძალიან გაჭირდა აქედან ამოყვანა მინდა გითხრა. აი ამ ბუჩქებიდან. წავიდეთ რამე უკეთესი ადგილი ვნახოთ აქეთ მხარეს, როგორც ჩანს. აქეთ უფრო აქტიურია თევზი, რადგანაც აქეთ უმეტეს შემთხვევაში არავინ არ თევზაობს, ყველა თევზაობს აი ამ ტბებზე. ნახოთ იქნება, აქ უნდა მოვსულიყავი თავიდან. მოკლედ თევზაობთ ისე. არ ვიცი მეგობრებო, ან ადრია ან უბრალოდ თევზი არ გვეკარება. როგორც არ უნდა იყოს, ჩვენთვის ყველა პონჩი ცუდია. უნდა ახლა აქეთ ვსათოთ. აქეთაც ძალიან ბევრი კარგი ზომის თევზია, ასე რომ უბრალოდ ეს არის, რომ აქეთ ამ მხრიდან მიუდგომელია და ეგ ტეხავს. არა უშავს ვეცდები იქით გადავიდე და
ისე წავალ და წავალ სახლისკენაც.